18 წელი შინდისის გმირობიდან 2008 წლის 11 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ შინდისში ერთ-ერთი უმძიმესი ეპიზოდი განვითარდა. სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ბრძოლა დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. ამ ბრძოლაში სენეკის მეორე ქვეითი ბრიგადის 17 ჯარისკაცი, რომლებმაც თავგანწირვის და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს, გმირულად დაიღუპა. უფრო მეც ნინო ფისაძე გეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. ნინო, გისმენთ. დიახ, 2008 წლის ომის შემდეგ ამ ადგილმა ისტორიული სახელი დაიმკვიდრა. ეს არის გმირობის და თავგანწირული ბრძოლის ადგილი. დღეს შინდისის გმირებს იხსენებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულის 17 სამხედროს, რომელიც უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა. დღეს დილიდან უამრავი ადამიანი მოდის, მოაქვთ ყვავილები და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას. აქ დილიდან იმყოფებიან გმირების ოჯახის წევრები, მათი ახლობლები. მათთვის განსაკუთრებულად ძნელია 18 წლის წინანდელი მოვლენების გახსენება. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ, აი ამ ადგილიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. რამდენიმე ასეულ მეტრში არის კორპუსი და იქ ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 5 სამხედროს გადარჩენა შეძლო მათი გამოყვანა ბრძოლის ველიდან. თქვენ შეგიძლიათ ეს კომენტარები მოისმინოთ. ახმეტას ბაღში ყვავდა შეფარებული. ვაჭმემდით, ვასმემდით. ეს რო უკვე შემოვიდნენ, ჩვენ გვეგონა ჩვენი ჯარი მოდიოდა. და უცბად ჩავჩვიდით პადულებში. ჩავედით, ძალიან შეგვეშინდა. რომ დავინახეთ უკვე რუსის ჯარი მოდიოდა. ჩავჩვიდით პადულებში და იქ ვიყავით, ვინც ვიყავთ რა დარჩენილები. ახმეტამ ძალიან დიდი როლი ითამაშა მაშინ. იმას გადმოყამდა. კურნალობდით, რითი უმკურნალობდით, თუ მოვბანდით და იმას ვშრებოდით. ბევრი იყვნენ შვილო, ბევრი. მერე გადაიყვანეს აქ რო უკვე ძალიან იმაში ვიყავით, რო უკვე გვაწუხებდნენ. კონდახებით იმას მოგვადგნენ იქ პადვალში. რუსები. კი, რუსები და სამხედროებს ეძებდნენ. სამხედროებს ეძებდნენ, შვილო სამხედროებს. ეხლა ყოველთვის ერთი და იგივე ლაპარაკი ჩემთვის მართლა ყოველ დრიაკ დავდივარ მე და დრონკუნარი არ ყოფილა თურმე. 5 კაცი რო გამოვიყვანეთ არა, მე და ჩემო მეგობრებო. 3 სუტკა მომდით ამ ტერიტორიიდან, აი გაყვანას გარშემო რუსი იყო ის ძნელი ეხლა ყველაფერი გახსენება. პირველად რაც შეგვეძლო იმას უკეთებდით. გადასხმა იყო თუ პირველად დახმარება და მე სოფელში გადავყავდა. და შემორჩენილები იყვნენ აქ ექიმები. მანქანაში იყო მკვდარი, ეს ერთი მარტო ჩემი მანქანაში დაჭრილი და მკვდარი და ოცნებობდა, რომ ქორწილმა მქონებოდა აგვისტოს ბოლოს. და გოგო ყავდა შეყვარებული. ყველგან ახსენებენ და მიამაყება, მაგრამ 5 შვილში ერთი შვილი მაინც გავზარდე. შვიდობა იყოს ყველგან შვიდობა იყოს, აღარ დაიღუპოს ასე შვილები. ნობელი არის ჩემთვის 2 კვირა შემდეგ ადგილზე ჩამოსული ვიყავ. და ყველაფერი ჩემი თვალით ნახე, აქ სისხლები როგორ იყო. ერთი ოცეული შეხვდა ასეულსო. პირველი მანქანა აფეთქეს და ბოლო ჩახერგეს ეს მანქანები და მე წევიდა პირველი, მეორე, მესამე პეკავზე იყო ეს ჩემი შვილი და ეს წენა ბიჭები, რომლებიც საჯირო ასეულს მოუხდა შეტევა იმასთან, რა ქვია. აი იქიდან შერჩა 12 კაცი, 5 კაცი დაღუპული აი პირველად. აი გზაზე და ის 12 კაცი, რომელიც ამ ხარეზე იყო, აგემა იბრძოლა. Goutadatot, ყველაფერი goutadat, ამა.
და მეც რო ჩემი შვილი რომ მოასვენებს ერთი ტყვი არ ქონდა იმაში ჭიჭი Plus 11 აგვისტოს ვესაუბრეთ დილით რო სახლში მოვდივარო და 2 საათში უკვე შეწყდა ჩემი შვილის არი და გავიგეთ 5 დღის მერე რო შინდიში მოხდა აფეთქება და მოყვა ჩემი შვილი იქ დაიჭრა პატრიარქის ლოცვა კურთხებით ღმერთმა გვიცხონოს მისი თავი მისი ფარველობით ყავ ჩემი მაგ ჩემი შვილის საფლავი და ჩვენ მიწა-წყალზე ყავს ჩემი შვილი მადლობა უფალ სამისთვის ეს წუთია შინდიში მოვიდა პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად და საქართველოს პრეზიდენტი ისინი იმყოფებიან გმირთა მემორიალთან მათ ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად მემორიალთან ხვდება დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს მადლობა პირდაპირ ეთერში ნინო ფისაძე საუბრობდა